მოგესალმებით, ეს BMG TV-ა უყურებთ გადაცემა რედაქტორს, რომელსაც მე, ჟურნალისტი ელენე გოგბერაშვილი წარმოგიდგენთ. დღეს 26 დღეა, რაც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორი შიმშილობს საზოგადოების დიდი ნაწილი მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ვითხოვთ. სოლიდარობა და მხარდაჭერა მზია ამაღლობელს და თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს. მზიაც ქართული ოცნების პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის გამო ისჯება და კიდევ 50-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ამ დრომდე არასათანადო და ზოგ შემთხვევაში საერთოდ არარსებული მტკიცებულებების მიუხედავად საპატიმროებში რჩებიან. საზოგადოებაში არსებულ პროტესტს ქართული ოცნების ხელისუფლება თითქმის ყველა გზით და ფორმით უპირისპირდება. 28 ნოემბრის შემდეგ რამდენი საკანონმდებლო ცვლილება წარადგინა, დაამტკიცა, ან ჯერ ისევ განხილვის რეჟიმშია რთული დასაცვლელია, თუმცა ყველა და თითოეული მათგანი ქართული ოცნების წევრების საჯარო კომენტარების მიხედვით სწორედ მათი პოლიტიკის გაპროტესტებაში ჩართული საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული. გასული წლის მიწურულს ჯერ იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, პიროტექნიკის და ლაზერების გამოყენების აკრძალვა, აქციაზე სახის დამფარავი ნიღბების და ქუდების გამოყენების აკრძალვა, ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც იურისტებმა საჯარო სექტორში დასაქმებულების მიმართ პოლიტიკური დისკრიმინაციის ინსტრუმენტად შეაფასეს. მალევე მმართველი ბუნდის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში ცვლილებები შეიტანა, რომელიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განმარტებით დიპლომატიური სამსახურის პოლიტიკურ პარტიულ ინტერესს დაქვემდებარებას იწვევს. ქართული ოცნების მხრიდან დაანონსებული თუ უკვე განხილვაში მყოფი საკანონმდებლო ინიციატივები კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი აზრის გამოხატვის და შეკრების უფლების შემზღუდველი აღმოჩნდა. ერთპარტიულმა პარლამენტმა გუშინ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ასევე შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით მიიღო, რომლებიც რიგი დარღვევებისთვის აწესებს ან ზრდის ფულად ჯარიმას და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადებს. სასჯელი გამკაცრდა ისეთი დარღვევებისთვის, როგორიც არის საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა გინება, პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფა, სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ვანდალიზმი, შეკრებისა და მანიფესტაციის წესების დარღვევა და ასე შემდეგ. მაგალითად, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების წესის დარღვევისთვის ჯარიმები 4-ჯერ იზრდება და 500 ლარის ნაცვლად 2000 ლარი იქნება. განმეორებითი დარღვევა ან ჯარიმას ან 60 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. ჩამონათვალი გამკაცრებული ნორმებისა საკმაოდ ვრცელია. გუშინვე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მორიგი მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები დაგვიანოსა. უცხოური წყაროდან დაფინანსებით სარგებლობას უკრძალავენ საჯარო მოხელეებს, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის სავალდებულო მონაწილეობა უქმდება, აანონსებენ მედიის შესახებ კანონს, სადაც ქართული ოცნება თავად დააწესებს მედია ეთიკის სტანდარტებს და შეზღუდავს უცხოური წყაროებიდან დაფინანსებას. რა ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოს აყალიბებს ქართული ოცნება, ცდება თუ არა მათი გადაწყვეტილებები კონსტიტუციის ჩარჩოს და ამ პირობებში რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას. შემდეგი ნახევარი საათის განმავლობაში შევეცდებით ვისაუბროთ ყველა ამ მნიშვნელოვან თემაზე. დღეს ჩვენს კითხვებს ვახტანგ ხმალაძე, კონსტიტუციონალისტი უპასუხებს, მაყურებელს შევახსენებ, რომ ის მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და 2012-16 წლებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტს თავმჯდომარეობდა. ბატონი ვახტანგ უკვე სტუდიაშია, მოგესალმებით. პირველში უღრმესი მადლობა თქვენი დროისთვის. გამარჯობათ. და პირველ რიგში სანამ დაიწყებდეთ კითხვების დასვას, მინდა შევუერთდე აი პროტესტს, რომელიც იმართება ამჯერად მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ მხარდასაჭერად და ზოგადად პოლიტიკური საფუძვლით დაპატიმრებულთა მხარდასაჭერად. ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული არის ასეთი მოქმედება. სამწუხაროდ არც ჩვენი, არც თქვენი ხმა არ ესმის ქართულ ოცნებას და თითქოს ეს ვიწრო პარტიული ინტერესი იყოს. ბატონ ვახტანგ, მინდა ჩვენი საუბარი დავიწყოთ სწორედ იმ ცვლილებებით, რომელიც დღესაც განიხილება პარლამენტში. მაყურებელს ვუთხარით, რომ გუშინ დაჩქარებული წესით მიიღო პარლამენტმა რიგი ცვლილებები სხვადასხვა კანონში, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში. დღესაც კენჭი უყარეს მეორე მოსმენით გარკვეული დათქმებით რიგ მუხლებთან დაკავშირებით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორე მოსმენითაც ეს მიღებულია. მე მაინტერესებს თქვენ როგორ უყურებთ აი ამ კანონშემოქმედებით პროცესს, რომელსაც ვადევნებთ თვალს აი 28 ნოემბრის შემდეგ განსაკუთრებით პარლამენტში. აი ჯდება თუ არა აი მე სტანდარტში აი ეს
ყველაფერი, რასაც ვუყურებთ მათ შორის ტელეეკრანებიდან და რეალურად ეს არის საზოგადოებრივი წესრიგისკენ მიმართული ცვლილებები, როგორც ამას ფუთავენ რეალურად თუ ეს რეალურად გარკვეული ბერკეტია ხელისუფლების ხელში, რომ კანონის ძალით გარკვეული ზემოქმედება მოახდინონ იმ პროტესტში ჩართულ ადამიანებზე, რომელიც უკაი 70 დღეზე მეტია დგანან ქუჩაში. მოკლე პასუხი იქნება ასეთი: ვერანაირ აღიარებულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს ასეთი მოქმედება. და არა მარტო თვითონ შინაარსი ცვლილებებისა, რაც ცვლილებებით შეაქვთ, არამედ ის პროცესი, როგორც შეაქვთ ეს ცვლილებებიც, ვერც ერთი და ვერც მეორე. ახლა ძალიან მოკლედ ვიტყვი იმას, თუ რას ვასწავლიდი სტუდენტებს და რა წერია კანონშემოქმედების სახელმძღვანელოებში, არა მარტო სხვა ქვეყნებში, არამედ ჩვენთანაც. ზოგადი აქსიომა არის ის, რომ ადამიანს აქვს ყველაფრის უფლება, რაც არ არის აკრძალული კანონით. საჯარო ხელისუფლების ორგანოებს კი აქვთ მხოლოდ იმის უფლება, რის უფლებასაც მათ აძლევს კანონი. მივაქციოთ ყურადღება, რა განსხვავება არის. აი რაც კანონში არის ჩამოთვლილი, რომ ხელისუფლების ორგანოებს აი ამის უფლება აქვთო, იმის მეტი არაფრის უფლება აქვთ. თქვენ და მე კი გვაქვს ყველაფრის უფლება, რაც კანონით არ არის აკრძალული. რატომ არის ეს ასე? იმიტომ არის, რომ კანონები, კონსტიტუცია თუ სხვა კანონები იქმნება იმისათვის, რომ დაცული იყოს ადამიანთა უფლებები. და ხელისუფლების თუ სხვა საჯარო ორგანოები იქმნება იმისათვის, რომ მათ უზრუნველყონ ამ უფლებათა დაცვა. და კანონით ხელისუფლების ორგანოები აღჭურვილნი არიან ძალადობის განმახორციელებელი ინსტიტუტებითაც. ეს პოლიცია, ჯარია თუ სხვადასხვა თქვათ ადმინისტრაციული ორგანოებია. ამიტომ მათ აქვთ შესაძლებლობა ზემოქმედება მოახდინონ ადამიანებზე და არა მხოლოდ კანონის ფარგლებში, არამედ კანონის ფარგლების დარღვევითაც. აი ამიტომ კანონი ამბობს იმას, რომ აი შენ გაქვს მხოლოდ ამის და ამის უფლება. მაგალითად, თუ პირი არ ემორჩილება, თქვათ, პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, მივაქციოთ ყურადღება, კანონიერ მოთხოვნას, პოლიციას აქვს უფლება ძალის გამოყენებით დააკავოს ეს პირი. მაგრამ თუ მოთხოვნა არაკანონიერია, მაშინ მას ამ დაკავების უფლება არ აქვს და თავად დაკავება არის უკანონო და ასეთი პოლიციელი არის დამნაშავე. მეორე. როგორც კი პირს დააკავებენ, ანუ ამ პირს უკვე შეზღუდული აქვს თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობა, არანაირი ძალადობრივი ან ფსიქოლოგიური ზემოქმედება ამ პირზე არ შეიძლება და ასეთი ზემოქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. ანუ ჯერჯერობით ბევრ კანონშია კიდევ შედარჩუნებული ის ნორმები, რომლებმაც ადამიანები უნდა დაიცვას ხელისუფლების თვითნებობისაგან, ხელისუფლების ძალადობისაგან. თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ ეს ძალადობები მაინც ხდება. მიუხედავად იმისა, რომ კანონით აკრძალულია. რატომ ხდება? იმიტომ რომ როდესაც კანონი ამბობს, რომ აკრძალულია ასეთი მოქმედება, მაშინ ამ მოქმედების ჩამდენი, ანუ დანაშაულის ჩამდენი, უნდა დაისაჯოს. და ვინ უნდა დასაჯოს? სასამართლომ. მაგრამ იმისაც, რომ სასამართლომ ხელისუფლების წარმომადგენელი დასაჯოს, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ხელისუფლებისაგან. და თუ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, მაშინ ეს თვითნებობა შერჩება კანონის დარღვევას. აი ჩვენ გვაქვს ეს ვითარება. ეხლა თვითონ ზოგადად საკანონმდებლო პოლიტიკა როგორი უნდა იყოს? აი თავში მე ვთქვი, რომ ადამიანებს აქვთ ყველაფრის უფლება, რაც არ არის აკრძალული კანონით. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონთა უმეტესობა
ყოველთვის ადგენს გარკვეულ შეზღუდვებს. მაგალითად, ჩვენ უნდა გადავიხადოთ გადასახადები. ხო? თუ არ გადავიხდით, დავჯარიმდებით. და თუ მაინც არ გადავიხდით, მე უკვე შეიძლება იძულებით გადაგვახდებინოთ. ანუ შეზღუდვები არის. მაგრამ ამბობს კანონი, რომ ეს შეზღუდვები უნდა იყოს აუცილებელი, ვისთვის აუცილებელი? საზოგადოებისთვის, განახელისუფლებისთვის, საზოგადოებისთვის. იმისაც რომ საზოგადოება ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობა, იმისაც რომ საზოგადოების წევრები დაცულნი იყვნენ. თუნდაც ერთი მეორეს მხრიდან ძალადობისაგან. აი, ამისათვის თუ არის საჭირო, მაშინ შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს. მაგრამ თუ შეზღუდვა ემსახურება მხოლოდ ხელისუფლების ინტერესების დაცვას, ინტერესების დაცვას რა თვალსაზრისით, რომ თუ ხელისუფლება თვითნებობს ადამიანს აეკრძალოს რეაქცია ამ თვითნებობაზე, ამიტომ დაუწესდეს შეზღუდვები, მაგალითად შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას, ან აზრის გამოხატვისას. ასეთი შეზღუდვა აღარ არის კონსტიტუციური. რა შემთხვევაშიც გვაქვს საქმე? აი, აქ სწორედ ასეთ რამეებთან გვაქვს საქმე. ეხლა ის ცვლილებები, რომლებიც აი რამდენიმე კანონში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, კიდევ იყო რომელიღაც კანონებში ცვლილება შეტანილი. ეს შეზღუდვები პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებას. ერთი მხრივ და მეორე მხრივ გარკვეულწილად ეწინააღმდეგება შეკრების თავისუფლებას. ახლა ჩვენ ვქონდეს თავისუფალი დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სასამართლო ამ ნორმებს გააუქმებდა როგორც არაკონსტიტუციურს. და ერთ მაგალითს მოვიდა. კონსტიტუციის, ასე ვთქვათ, პირველ რედაქციაში 2017 წლამდე, 95 წლიდან 2017 წლამდე, ესე იგი 22 წლის განმავლობაში, თუ ეს ამოქმედა 2018-ში, ესე იგი 23 წლის განმავლობაში ეწერა, რომ ნებართვის მოთხოვნა შეკრების ან მანიფესტაციის გამართვისთვის საჭირო არ არის და ხელისუფლებას შეუძლია დაადგინოს მხოლოდ წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. მაშინ მახსოვს ასეთი შეზღუდვა იქნა დაწესებული კანონით, რომ მნიშვნელობა არ ქონდა ეს იყო მხოლოდ ხალხის სამოძრაო ადგილი, მაგალითად პარკი, აი იპოდრომი, თუ რაიმე დაუსახლებელი ადგილი, თუ გზა. დღეს სხვა ტიპის ჩანაწერია კონსტიტუციაში. და ასეთი შეზღუდვა დააწესა წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა ჩაწერეს კანონში, მაგალითად ქალაქის თვითმმართველობა შეეძლოდა ედგინა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ზოგადად, მაგალითად პარკში თუ მოინდომებდნენ შეკრების ჩატარებას, უნდა წინასწარ შეეტყობინებინათ. ეს გასაჩივრდა ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში. და საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კონსტიტუციის ჩანაწერი, რომ წინასწარი გაფრთხილება აუცილებელია, თუ შეკრება ან მანიფესტაცია იმართება ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას, ეს და ნიშნავს იმას, რომ ეს ადგილი ერთდროულად უნდა იყოს ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო. მაგალითად, ქუჩა, რომელსაც აქვს ტროტუარები. დიახ. ის ხალხის სამოძრაოც არის და ტრანსპორტის სამოძრაოც არის, მაგრამ პარკი არ არის ტრანსპორტის სამოძრაო ადგილი. ისევე როგორც მაგისტრალი, რომელსაც არ აქვს ტროტუარები, თქვათ, ხო? ჩქაროსნული მაგისტრალი, ის არ არის ხალხის სამოძრაო ადგილი. ამიტომ თუ მანდ გაიმართებოდა, მან უბრალოდ კანონს შეეძლო აეგრძალა კიდეც შეკრების ან მანიფესტაციის გამართვა, მაგრამ თუ მარტო პარკში იმართებოდა შეკრება, ამას გაფრთხილებაც კი არ სჭირდებოდა.
შემდგომ 2017 წლის ცვლილებებით როგორც სულ ახლა აღმოვაჩინე დიახ. ეს და კავშირი შეუცვლიათ ან კავშირი. შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას თუ იმართება ამ შემთხვევაში არის მხოლოდ ვალდებულება წინასწარ გაფრთხილება. ეხლა ეს ჩანაწერი რას ნიშნავს? თუ მხოლოდ ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება, ან თუ მხოლოდ ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. ან მაცალკევებელი კავშირია, მოგეხსენებათ. და ესე გამოდის რა, რომ თუ პარკში ვატარებ შეკრებას, აუცილებელია წინასწარი გაფრთხილება, უბრალოდ შეუძლიათ მოითხოვონ წინასწარი გაფრთხილება, ან თუ ვატარებ მაგალითად მაგისტრალზე. იმიტომ ის მხოლოდ ტრანსპორტის სამოძრაო ადგილია, მაგრამ თუ ვატარებ ქალაქის ქუჩაში შეკრებას არ მარიფესტაცია, რომელიც ორივე სამოძრაო ადგილია, იქ უკვე წინასწარი გაფრთხილება საჭირო აღარ არის. რატომ? იმიტომ რომ თუ წინასწარი გაფრთხილება ამ შემთხვევაში საჭირო უნდა ყოფილიყო, მაშინ იქ უნდა დაეწერათ არა ან, არამედ უნდა დაეწერათ ან და. ინგლისური and or რომ არის. ან ერთი, ან მეორე, ან ორივე ერთად. ასე რომ მე მგონი ამ ცვლილებით თავისი პრობლემა, თავისთვის უფრო მეტი პრობლემა შექმნეს. სხვათა შორის არაერთი ცვლილება შეგვიძლია აღნიშნო ისეთი, როდესაც ხელისუფლებას უნდა თავისთვის, ასე ვთქვათ, სასარგებლო რაღაც გაეკეთებინა და გამოსდიოდა უკუღმა. გამოსული ასეთი რამეებიც ყოფილა. ბატონ ვახტანგ, აი ამ ყველა ამ უკაცრავად. დიახ, დაასრულეთ და დაგისვათ კითხვას. ესე იგი, კანონშემოქმედების სახელმძღვანელოები ამბობს იმასაც, რომ ყოველი შეზღუდვა და რაიმე შეზღუდვა საერთოდ ყოველ მხრივ უნდა გაანალიზდეს და არა მარტო იმ თვალსაზრისით, თუ საკმარისია თუ და აუცილებელია თუ არა ეს შეზღუდვა იმ კონკრეტული მიზნის მისაღწევად, არამედ პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ის მიზანი ლეგიტიმურია თუ არა. თუ მიზანი არ არის ლეგიტიმური, მაშინ იქ კითხვა უკვე იხსნება. მაშინ ასეთ შეზღუდვა არ შეიძლება დაწესდეს. თუ მიზანი არ არის, თუ მიზანი ლეგიტიმურია, მაშინ ყველა შესაძლო შეზღუდვათაგან უნდა შეირჩეს ისეთი შეზღუდვა, რომელიც იქნება ყველაზე უფრო მსუბუქი, მაგრამ საკმარისი იმ მიზნის მისაღწევად. აი ამას ამბობს. ეს დარღვეულია ყველაფერი. დიახ, დარღვეულია, კრიტიკული აზრი არის მის მათ შორის პარლამენტშიც ვახსენეთ კიდევ ერთხელ. პარლამენტში არის მის ქუჩაში ისმის ვაგები, იმ აზრის გამომთქველს მსმენელი არ ხავს. დიახ, მაგას საუბრობ. აი აქედან გამომდინარე ბატონ ვახტანგ, რა რეალობაში გვიწევს ახლა ცხოვრება? ან რა ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოს აყალიბებს ქართული ოცნება? ფაქტია, ლეგიტიმური მიზანი ამ ცვლილებებს არ აქვს. გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე, თქვენ ძალიან კარგად ახსენით. მაშინ ჩვენ მოქალაქეებს რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ რეალობაში? მოდი პირველ რიგში ვთქვათ ის, რომ ხელისუფლების ეს მოქმედებები, განსაკუთრებით ეს ბოლო პერიოდის მოქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ აქ არანაირი სამართლებრივი სახელმწიფოს შენებლობაზე არ შეიძლება ვილაპარაკოთ. ის რის აშენებასაც ისინი ცდილობენ, ეს არ არის სამართლებრივი სახელმწიფო. იმიტომ რომ სამართლებრივი სახელმწიფოს აქვს თავისი განმარტებები, თავისი პრინციპები. საკმარისია იმ ბევრი პრინციპიდან ერთი მაინც დაირღვეს, რომ უკვე ირღვევა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, ანუ ჩვენთან ამით ირღვევა კონსტიტუციაც. იმიტომ რომ კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. ახლა ეს ასე არ უნდა გავიგოთ, რომ როცა ეს დაიწერა, მაშინ ასე ვთქვათ, ყველაფერი იყო შესრულებული იმისათვის, რომ ეს ყოფილიყო სამართლებრივი სახელმწიფო. ეს არის ის, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, არის არაკონსტიტუციური და არ შეიძლება განხორციელდეს. და ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ მივიდეს სახელმწიფო სამართლებრივი სახელმწიფოს სისტემამდე. ჩვენთან დღეს აქამდე თუ მეტნაკლებად დაცული იყო, ასე ვთქვათ, კანონების დონეზე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები და ხელისუფლება არ ღვევდა ამ პრინციპებს, ანუ თავისი მოქმედებით ხელისუფლება იყო კონსტიტუციის დამრღვევი, კანონების დამრღვევი და ამის უამრავი მაგალითი თქვათ ვიცით, ну, ყველაფერს
სხვა რამე რომ არ თქვათ, საკმარისია მარტო ბოლო საპარლამენტო არჩევნების მაგალითი. თუ მართლები იყვნენ, დიახ. წარმოედგინათ ის მტკიცებულებები, რომელთა შემოწმებასაც ითხოვდა ის საზოგადოება, ვისაც მიეშთა რომ არჩევნები გაყალბდა. წარმოედგინათ იმ მტკიცებულებებით, მაგალითად ელექტრონული აპარატების, ასე ვთქვათ, შიგთავსის წარმოდგენის შემთხვევაში, საზოგადოება ნახავდა, მართლაც გაყალბდა თუ არ გაყალბებულა. დამატა ეს დამალეს ეს ინფორმაცია. ნუ აქ პირდაპირ პასუხი ჩანს. თუ მე არაფერი დამიშავებია, რატომ ვალავ იმას, რითაც შეიძლება დამტკიცდეს, რომ მე არაფერი დამიშავებია. კი ბატონო. ასე რომ დღევანდელი მდგომარეობა ჩვენი არის ასეთი. ხელისუფლება გასულია, ასე ვთქვათ, კონსტიტუციით დადგენილი წესრიგიდან. ანუ დღეს საქართველოში კონსტიტუციური წესრიგი მნიშვნელოვნად არის დარღვეული. ეს ერთი. მეორე. დღეს ხელისუფლება თავისი, ასე ვთქვათ, კანონშემოქმედებით არღვევს კონსტიტუციის არაერთ მოთხოვნას. და ეს გრძელდება. კონსტიტუციის პოლიტიკა სამართალდარღვევის სფეროში არის არა მხოლოდ შეუსაბამო სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპისა, არამედ არის არაგონივრული და დამაზიანებელი, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. აი ერთ ასეთ რამეს ვიტყვი, უამრავი კვლევა არსებობს თან ათეული წლების განმავლობაში, რომლებითაც დასტურდება ის, რომ დანაშაული კონკრეტულ სამართალდარღვევაზე სასჯელის ან სახდელის გამკაცრება არ იწვევს ამ სამართალდარღვევათა რაოდენობის შემცირებას. ან თუ იწვევს უმნიშვნელოდ სამართალდარღვევის შემცირებას იწვევს, ასე ვთქვათ, პრევენციული მოქმედება. და ეს პრევენციული მოქმედება, ანუ თქმა საზოგადოების რომ თუ ამას დაარღვევ, ასე დაისჯები, თუ იმას დაარღვევ, ისე დაისჯები და თუ იმას ისე. აი ყოველი ეს თვითონ ეს სამართალდარღვევები უნდა იყოს სწორად კლასიფიცირებული და უნდა იყოს დაცული პრინციპი. მსუბუქი სამართალდარღვევისთვის მსუბუქი სანქცია. უფრო მძიმესთვის, უფრო მძიმე სანქცია, კიდევ უფრო მძიმესთვის, კიდევ უფრო მძიმე. და არანაირ დადებით შედეგს არ იძლევა, მაგალითად, უფრო მსუბუქი დარღვევისთვის ისეთივე სანქციის დაწესება, როგორიც იყო, თქვათ, უფრო მძიმე სამართალდარღვევისთვის. დადებით შედეგს არ იძლევა, მაგრამ იძლევა უარყოფით შედეგს. მარტივი მაგალითი. თქვათ, პოლიციელის შეურაცხყოფისთვის არსებობს დღემდე არსებობდა ადმინისტრაციული ჯარიმა. მაგრამ პოლიციელისთვის, თქვათ, ჯოხის დარტყმისთვის არსებობდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ხო? ეხლა თუ ჩვენ პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ნაცვლად ადმინისტრაციული ჯარიმისა შემოვიღებთ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მაშინ მე, რომელიც პოლიციის მოქმედება ისე გამაღიზიანა, რომ მზად ვარ გავგლიჩო, მზიას შემთხვევაში და არჩევანი მაქვს, თქვა შევაგინო, თუ ავიღო და ჯოხი ჩავარტყა. აქამდე მე მაჩერებდა, თქვათ რა, ჯოხის ჩარტყმისაგან რომ სია ჯოხს თუ ჩავარტყამ ციხეში ჩავსვამენ და თუ შევაგინებ მარტო და გულს მოვიოხებ დამაჯარიმები და ჯანდაბას იყო შევაგინებ. და ამის მერე თუ მე მეწოდინება რომ შეგინებისთვისაც ციხეში ჩავსვამე და ჯოხის ჩარტყმისთვისაც, მაშინ რაღა შევაგინო, ავდგები და ჯოხს ჩავარტყამ, შევაგინებ კიდეც და ჯოხსაც ჩავარტყამ. მარტო შეგინებისთვის რაც იყო, იგივე სასჯელი გამოდის, ხო? ამიტომ ამით ხდება ერთი მხრივ ის რომ ირღვევა ზოგადად პროპორციულობის პრინციპი და თანაზომიერების პრინციპი ირღვევა. ამით ადამიანებს ჩვენ ვართმევთ ფაქტობრივად შესაძლებლობას გამოიყენოს უფრო მსუბუქი მოქმედება პოლიციის საწინააღმდეგოდ, ვიდრე პირდაპირ გადავიდეს მძიმე მოქმედებაზე.
საბჭოთა კავშირის დროს, ამას ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა ასეთი მაგალითი მოიყვანა. საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა სასჯელი საკმაოდ გრძელვადიანი პატიმრობა არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის. და იყო სიკვდილით დასჯა მკვლელობისთვის. მერე ერთ დღესაც გადაწყვიტეს, რომ გაემკაცრებინათ არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის სასჯელი და დაადგინეს იმპერატიულად. არასრულწლოვანის გაუპატიურება იწვევდა სიკვდილით დასჯას. რა მოხდა შედეგი? გაუპატიურებათა რაოდენობა ფაქტობრივად არ შეიცვალა. მაგრამ მკვეთრად გაიზარდა გაუპატიურებულ არასრულწლოვანთა მკვლელობის შემთხვევები. და რატო? აი იმ გამაუპატიურებელმა ადრე იცოდა რომ თუ გააპატიურებდა და გაუპატიურებდა და დაიჭერდნენ ეს გამოვლინდებოდა, მას ციხეში ჩასვამდნენ. და ახლა უკვე იცოდა რომ თუ დაიჭერდნენ, მას დახორეთდნენ. ამიტომ მოწმეს იცინებდა თავიდან. და გაუპატიურებდა და მერე კლავდა. აი არაგონიურმა მოქმედებამ შეიძლება ასეთი შედეგები გამოიყოს ჩვენს შემთხვევაში. აი ეს ასეთი ხო და კიდევ ერთს ვიტყვი, ესეთი არაგონიურული მოქმედება და ასე ვთქვათ იმ მოჭერა თქვათ საზოგადოებაზე უფრო მეტი თქვათ უფრო დიდი სასჯელების დაკისრება, მათ შორის ადმინისტრაციული ჯარიმების რამდენიმეჯერადი გაზრდა. უყურეთ რა არის ეს? არის ჯარიმა, რომლის გადახდა მე ჩემი შემოსავლებით შემიძლია. ანუ რეალურად ამ საპროტესტო მუხლს ვერ ჩაახშობენ ამ ვერა, მაგრამ უყურეთ აქ რა ხდება. რა შედეგამდე შეიძლება ამან მიგვიყვანოს. საქართველოში დღეს აკრძალულია ქონების კონფისკაცია. უკვე დიდი ხანია ძალიან. დიახ. მაგრამ ეხლა უყურეთ რა ხდება, როცა ჯარიმა ძალიან მკვეთრად ზრდია. მე ჩემი შემოსავლით ვერ ვახერხებ ამ ჯარიმის გადახდას. თუ ჯარიმას ვერ გადავიხდი, მას დაედება კიდევ დაბატებითი ჯარიმები, იზრდება ჩემი ერთ გადასახდელი თანხა და თუ იმასაც არ ვიხდი, მე ხელისუფლებას ეძლევა უფლება იძულებით გადამახდევინოს. და მე არა მაქვს არც თანხასაბანკო აგარისე, არც რაიმე შემოსავალი, რომ ეს გადავიხადო, მაგრამ მაქვს ბინა. მაშინ ხელისუფლება შეუძლია გამიყიდოს ეს ბინა. ეს ხო ფაქტობრივად ქონების კონფისკაციის ტოლფასია და გამომაგდოს ქუჩაში. ახლა როგორ ფიქრობს ეს ხელისუფლება? როდესაც ასეთი მოქმედებები დაიწყება ხელისუფლების მხრიდან, ამას რამდენად შეეგუება საზოგადოება? ის ხომ ამით ზრდის, აი თანდათან კიდევ უფრო ავსებს იმ პროტესტის კასრს, რომელსაც ჩვენი ერთ დღესაც კიდევ რო დაემატება ერთი წვეთი, გადმოიღრება ეს. და გადმოიღრება უკვე სხვაგვარი სახით და არა მხოლოდ ქუჩაში სიარულით. კი ბატონო. ბატონო ვახტანგ, მორიგცვლებებზეც მინდა გკითხოთ გუშინ მამუკა მდინარაძე მთელი კასკადი დაანონსა ახალი საკანონმდებლო ცვლილებების, მათ შორის აქ საუბარი იყო იგივე არასამთავრობო სექტორისთვის უცხოური წყაროებიდან დაფინანსების შეზღუდვაზე. იქ სადაც სავალდებულო წესით იყო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში NGO სექტორის ჩართულობა აუქმებენ და მე ჩვენთვის რაც ჩვენს გვეხება ამ შემთხვევაში მედიისთვის სრულად ახალ კანონს ქმნიან, სადაც თავად განსაზღვრავენ ეთიკის სტანდარტებს, ობიექტურობის პრინციპებს და ამის მონიტორინგს თავად სახელმწიფო იღებს თავის თავზე. აი ამ ტიპის ცვლილებები უკვე რისი მანიშნებელია? არის თუ არა გაგრძელება, ასე ვთქვათ, იმ რეპრესიული კანონების, რომელზეც უკვე ქონდა საუბარი? უბრალოდ დარღვეულია ძალიან ბევრი ზოგადი პრინციპი. მაგალითად, არ შეიძლება ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლება უწესებდეს ეთიკის სტანდარტებს დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, მათ შორის მედია საშუალებებს. მაგალითად, იურისტთა ასოციაციას, ადვოკატთა ასოციაციას, მაგალითად, მან რო დაუწესო სტანდარტები. ეს ყოველად დაუშვებელია. რადგან პოლიტიკურ ხელისუფლებას აქვს სხვა მიზნები, სხვა ამოცანები და სხვა თვისებები. ნებისმიერი ხელისუფლების თვისებაა. მათ შორის დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც, რომ ხელისუფლება ცდილობს გააფართოვოს თავისი მოქმედების ფარგლები და რაც შეიძლება მეტი მოიცვას.
და აი ამ გაფართოებისაგან ხელისუფლების პოლიტიკურ ხელისუფლებას ზღუდავს მხოლოდ კანონი. რომ არ აძლევს მას კანონის საშუალებას, რომ გააფართოვოს თავისი მოქმედება. თუ მაინც შვება, მაშინ ეს უნდა აღკვეთოს სასამართლომ. მაგრამ ამისათვის სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. ამიტომ პოლიტიკური ხელისუფლება ცდილობს, რომ თავისი გავლენა გაავრცელოს სასამართლოზეც. და თუ ის ახერხებს თავისი გავლენის სასამართლოზე გავრცელებას, მაშინ უკვე დარღვეულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. ანუ დარღვეულია ისევ კონსტიტუცია. ჩვენთან დღეს აი ეს ვითარება გვაქვს. ასე რომ ხო, არასამთავრობო სექტორის შეზღუდვა. დაფინანსების შეზღუდვა. მე მაგალითად ვიცი, რომ არაერთ მედია საშუალებას ჩაუტარებია მაგალითად ჟურნალისტური გამოძიებები იმ გრანტის მეშვეობით, რომელიც მიუღია ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციისაგან. იმიტომ რომ ჟურნალისტურ გამოძიებას სჭირდება ფინანსები. საჭიროა იქ მოძრაობა, საჭიროა რაღაც ინფორმაციის მოპოვება, ზოგჯერ ინფორმაციის ყიდვა. ბევრი რამ არის ამაზე დამოკიდებული დაფინანსებაზე. სამწუხაროდ საქართველოს ეკონომიკურად სუსტი ქვეყანაა ერთი. დემოკრატიული განვითარების ხარისხიც არც თუ მაღალია. ამიტომ საქართველოში ჩვენ დღეს არ გვაქვს ისეთი ფონდები, რომლებიც უამრავია, თქვათ ევროკავშირის სახელმწიფოებში, შეერთებულ შტატებში, რომლებიც თავად დაფინანსებენ არაერთ ასეთ პროცესს. სახელმწიფოსაგან დამოუკიდებელ ფონდებზე მაქვს მე საუბარი. მაგალითად, იმავე USAID-ის არა აქვს უფლება დააფინანსოს ამერიკაში მოქმედი არასამთავრობო სექტორი. ის მხოლოდ საზღვარგარეთ აფინანსებს. და ამერიკაში მოქმედ არასამთავრობო სექტორს აფინანსებენ სწორედ ასეთი საქველმოქმედო და სხვა ტიპის ფონდები. ვისი ფუფუნებაც ჩვენ არ გვაქვს. საქართველოში ეს არა გვაქვს. ბატონო, უამრავი რამ, რაც საქართველოში როგორ შეიძლება გასბოდიში გაწყვეტნიებთ ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, ამიტომ მინდა რომ მოვასწროთ. აი, როგორ წარმოგიდგენიათ ლოგიკური გაგრძელება ამ პროცესის რა იქნება და დასასრული? აი, როგორ ხედავთ ამ პროცესების განვითარებას? აი, სანამდე შეიძლება რომ მივიდეთ? მე შემიძლია გითხრათ ბოლოს. მე ვხედავ ბოლოს. აი, ბოლომდე როგორ მივალთ და რამდენ ხანში? მე ეს არ ვიცი. ეს შეიძლება იყოს მოკლე დრო, შეიძლება იყოს გრძელი დრო, შეიძლება იყოს კვეთრი მუხრუჭები, მაგრამ მუხრუჭები ისეთი, რომელიც ვერავის გატეხავს რეალურად. ხო, ერთი რამ არ დამოვიწყდეს, ის თქვაც მინდა. ეხლა რომ ასე თქვა გვეუბნებია, რომ აქ ამერიკულ ფარას გადმოვიღებთ სიტყვა-სიტყვითო და იქ ბრიტანულ წესებს, რაც ბრიტანეთშია დადგენილი. იქნებ შეისმინონ ერთი რამ, რომ არ შეიძლება ბრმად არც ერთი ქვეყნის კანონის გადმოღება. რაოდენ კარგადაც გინდა მუშაობდეს ეს კანონი იმ ქვეყანაში. ეს რომ შესაძლებელი და სწორი რომ იყოს, მაშინ ყველა სახელმწიფოში ერთნაირი იქნებოდა მაგალითად კანონები მედიების შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, საგადასახადო კანონმდებლობა და სისხლის სამართლის კანონმდებლობა და უამრავი სხვა. მაგრამ არც ერთ სახელმწიფოში არ არის ერთმანეთის, ასე ვთქვათ, ერთმანეთისგან კოპირებული კანონები. რატო? იმიტომ რომ ყველგან სხვადასხვა ვითარება და ის რაც ერთ ადგილას კარგად მუშაობს, მეორე ადგილას არ იმუშავებს. აი ახლა თქვენ გაცვიათ ფეხსაცმელი, შარვალი გაცვია და მშვენივრად გაქვთ მორგებული. მე რომ ავიღო ეს თქვენი შარვალი და მე ჩავიცვა, ან თქვენი ფეხსაცმელი, ან ვერ ჩავიცვა, არ ჩამეტევა, ან თუ ჩავიცვა, დამეტანიც ცუდად მექნება. ეგრეა თქვათ კანონებიც. ის რაც ერთ ადგილას კარგად მუშაობს, არ შეიძლება ბრმად იქნეს გადმოტანილი მეორე ადგილას. ეს ერთი. მეორე. ალბათ შემოიღებენ ამას, იმიტომ რომ შესმენის უნარი ხომ დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს. მაგრამ აქ მინდა თქვა, რომ მაგას სერიოზულად ვერ აამუშავებენ ამ კანონებს, მაგრამ იქნება ცალკეული შემთხვევები. ცალკეული ვიღაცების მიჭირხვის შემთხვევა.
ცალკეული ვიღაცების დაპატიმრების შემთხვევები. იქნება ესა. პროტესტის ხარისხი მე ვფიქრობ, რომ გაიზრდება, ჯერჯერობით მხოლოდ იზრდება. იზრდება სახეებიც, პროტესტში ჩართულ პირთა წრეები ფართოვდება, ეს გაიზრდება. ანუ კრიზისიდან ამას დაემატება ეკონომიკური პრობლემები, აუცილებლად დაემატება და ყველაფერი რო გითხარით ბოლო ვიცივეთ კი. ბოლო იქნება ის, რომ ქართული ოცნება ხელისუფლებას დაკარგავს. ვინ ან რა დააბრუნებს ევროპულ გზაზე ქვეყანას? ერთადერთი დამბრუნებელი არსებობს. ეს არის ჩვენი მოქალაქეები. და ეს მოქალაქეები დააბრუნებენ. მე ამაში დარწმუნებული ვარ. როდის მოხდება ეს? მე არ ვიცი. თუმცა ამ პროცესების ბოლო არის ეს. ბოლო ეს გარდუვალია. ეს ბოლო ეს იქნება და რამდენად სწრაფად იქნება, ისე ჩვენზეა დამოკიდებული. და როგორც თქვენ ბრძანებთ, საპროტესტო მუქც ვერანაირი გამკაცრება იქნება ეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თუ სისხლის ვერ ჩაახშობს. ეს ვერ ჩაახშობს ამას. ეს ზოგადად ვერცად ჩაუხშია. ამიგეთ, მაგრამ აქ კიდევ ერთი რამეს დავამატოთ, თვითონ ქართველების ბუნება. ჩვენ ხომ შეიძლება ისეთ რაღაცაზე გქონდეს ძალიან კვეთრად გამოხატული პროტესტი, რომელიც შეიძლება გაცილებით ნაკლები მნიშვნელობისა იყოს, ვიდრე სხვა რამე, რომელზეც პროტესტი არ გამოგვიხატავს. ანუ არის რაღაცეები, რაც ქართველებზე მოქმედებს როგორც ძალიან მძიმე გამაღიზიანებელი. მათ შორის მაგალითად ერთ-ერთი არის მოტყუება. ტყუილის მეტი რა უნახავთ, მაგრამ რომ მოგვატყუეს ევროკავშირზე და როგორი პროტესტი მოყვა ამას. აი ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონზე, როდესაც თქვენს რომ მეც აღარ შემოვიტანო, უკან რო წაიღეს და მოიტყუეს და ერთი წლის თავზე შემოიტანეს, როგორი მწვავე რეაქცია მოყვა ამას. თუმცა გეტყვით რომ მაგაზე უფრო მძიმე კანონები და უფრო არასწორი კანონები იყო მანამდე მიღებული და მას არ გამოუწევია ასეთი რეაქცია. შეურაცხყოფა იწვევს მძიმე რეაქციას და მე ასე ვფიქრობ რომ აი ამ შეზღუდვების გამკაცრებებით თავის ბოლოს უფრო მოისწრაფებს დღევანდელი ხელისუფლება და ხალხს ამით ვერ გააჩერებს. ბატონო ვახტანგ, უღბესი მადლობა. ძალიან საინტერესო შეფასებებისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ და დავასრულოთ ჩვენი საუბარი. მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეთქვი, რომ ვახტანგ ხმალაძეს მასპინძლობდით კონსტიტუციონალის ეთერში. მე კი გემშვიდობებით ხვალამდე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.